მელიქიშვილზე რაც მოხდა აუცილებლად ამაზეც სამცირე კომენტარს გავაკეთებ. უბრალოდ ეს მოძრაობა მზია ჩვენ დავიწყეთ ემიგრანტების ჯგუფებმა 20-ზე მეტი ქვეყნის ჯგუფია გაერთიანებული. ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი გამოცდილება, კარგი ჭტომა პოლიტიკურ წრეებზე, გავლენიან ჯგუფებზე, მაგრამ მე აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არ დაგვიწყია პრინციპში ამის თქმა მხოლოდ შეიძლება გარკვეულად სიმბოლურად, იმიტომ რომ ეს მოძრაობა დაიწყო თავად მზიამ ამ ფენომენალურმა ადამიანმა ტყვემ, რომელსაც ეს სასტიკი და ანტიჰუმანური რეჟიმი მართლაც აბსოლუტურად რა ვიცი, ყოველგვარ ჰუმანურობას ცდება, როგორც ექცევა ამ ადამიანს, როგორც ექცევა ეს რეჟიმი სხვა ტყვეებს, აი ამ ადამიანებმა დაიწყეს ეს მოძრაობა, ჩვენ უბრალოდ გვინდა ემიგრანტებმა გავზარდოთ კოორდინაცია, გარკვეული სტრუქტურიზება მივცეთ, ჩვენ გვაქვს ბევრი გეგმა, ბევრი აქტიობა, ჩვენ შორისაც კომუნიკაციის ხარისხი ყოველდღე იზრდება კომუნიკაციის და კოორდინაციის ხარისხი ქართულ ჯგუფებთანაც და მივესალმებით თქვენს სტუმრებს, თითოეულ მათგანს და აქვე მინდა ვთქვა, რომ ამ მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი იქნება, ჩვენ ამაზე შევთანხმდით, მზიას სია, ეს სია დიახ პირდაპირ არის შთაგონებული მაგნიცკის სიისგან, ასე ვთქვათ და ჩვენ გვინდა რომ შევქმნათ პრეცედენტი, რომ საერთაშორისო სასამართლომ, ნამდვილად სამართლიანმა სასამართლომ დასაჯოს ის ადამიანები, რომლებიც თუნდაც დღეს მელიქიშვილზე ესე აბსოლუტურად არაადამიანურად მოიქცნენ. ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, ამ მართლა სულელებმა ყველაფერს სხვა უბედურებასთან ერთად, რომ ისინი მოხდებიან ზუსტად აი ამ მზიას სიაში დაისჯებიან აუცილებლად, იქნება სხვადასხვა ტიპის სანქციები, მათ შორის როგორც მათ ოჯახზე შეიძლება გავრცელდეს ფინანსური სავიზო აბსოლუტურად განსხვავებული და ჩვენი რა აქვს თქვი, ჩვენი კავშირები და გამოცდილება გვაძლევს იმის საშუალებას და ჩვენი ის კომუნიკაცია, რომელიც ამ ბოლო პერიოდში გვაქვს ქართულ ჯგუფებთან, რომ სწორედ აი ეს სია იქნება სასანქციო პოლიტიკის გაძლიერების მთავარი ინსტრუმენტი და ზოგადად მე ვთვლი და ჩემი მეგობრები თვლიან აი მართლა მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან, რომ წინააღმდეგობის ბრძოლას ასევე უნდა ერქვას ქალის სახელი, იმიტომ რომ სწორედ ქალებს უპირისპირდებიან ისინი პირველ რიგში და ვინ თუ არა მზია ეს უნდა იყოს და სწორედ აი მორალური და პოლიტიკური თუნდაც თვალსაზრისით მზია არის ის ადამიანი რეჟიმის სხვა ტყვეებთან ერთად, ნინო დათაშვილთან და სხვებთან ერთად, მაგრამ მაინც ვამბობთ მზიას ვინც აი ამ რეჟიმს მორალურად და პოლიტიკურად ჩამოანგრევს და ამას აუცილებლად ვნახავთ ჩვენ ყველანი ერთად და ძალიან დიდი დროც არ უნდა ის რომ ეს ბრუტალური ძალა დარჩათ მათ მხოლოდ ამ მუტრუკებს, ხო ამ სულელ მუტრუკებს, ეს მათ მხოლოდ სისუსტეს მიუთითებს და ძალა არის დღეს ჩვენ მხარეს. ჩვენ ემიგრანტები გვქნით დღის წესრიგს და აი ამ დღის წესრიგი ყოველ დღე უფრო და უფრო მეტად დააზიანებს მათ. ერთადერთი გამოსავალი მათ აქვთ ის რომ გადმოვიდნენ ქართველების მხარეს, ჩვენ მხარეს გადმოვიდნენ. როგორ? რანაირად თვითონ უნდა მოძებნონ ამის გზები, ამის საშუალებები, იმიტომ რომ ის რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, რომ ამის შეჭი აბსოლუტურად არავის არ გვეპარება. აბსოლუტურად არავის. ჩვენ გვამოძრავებს ერთადერთი, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ და იმდენი ვართ, რომ ეფექტსაც მივაღწევთ და გამორიცხულია, რომ ჩვენ გავჩერდეთ. ჩვენი ეს ვიდეო ასევე მთავრდება, რომ ჩვენ ბევრგან ვართ, პირველ რიგში საქართველოში ვართ, მაგრამ სადაც არ უნდა ვიყოთ, ავსტრალიიდან კანადამდე დასრულებული და მთელი ევროპა შუაში, ხო? ჩვენ მართლა აი ერთნაირი გულისცემა გვაქვს აბსოლუტურად, ვართ კოორდინირებულები, კონსოლიდირებულები და მზია არის თემა, რომელიც აი მყისიერად გვაერთიანებს ამ ემიგრანტების ჯგუფებსაც. აი ერთ წუთში და ორ წუთში შეიძლება ათეულობით და კიდევ უფრო მეტი ორგანიზაცია იყოს რაღაც ნებისმიერი კონკრეტული თუ უფრო რაღაც დიდი წინადადების მხარდაჭერი და მე ვიცი რომ ცოტა დრო გვაქვს დავასრულებ ჩვენ კი ყველამ ერთად დავიწყეთ ეს მოძრაობა ეს მოძრაობა იქნება ძალიან მასშტაბური და ამას დაინახავენ ძალიან მალე ჩვენი მტრები პირველ რიგში სამწუხაროდ მათ ესე გადაწყვიტეს ესეთი ადგილი დაიკავეს ისტორიულად და ის ხალხიც ჩვენი საზოგადოების ნაწილი აი რეჟიმის ტყვეებს ვახსენებ მართლა ვინც წინა ხაზზე არიან მათი ოჯახის წევრები ის აქტივისტები როგორც ვეძახით რომლებმაც საქართველოს ნამუსი და სინდისი და პერსპექტივა შეუნარჩუნეს პირველ რიგში და ეს ყველანი ერთად ამას ვიგრძნობთ და ჩვენ შორის კოორდინაცია კიდევ და კიდევ უფრო გაიზრდება და აუცილებლად ვეხმიანებით მზიას ვიბრძოლებთ ყველგან სანამ გვიანი არ არის და ჩვენ ნამდვილად გავიმარჯვებთ